ლარის გაუფასურებაში ხელისუფლების მიერ დასახელებული ვეტოს ფაქტორიც მოიხსნა. მართველი გუნდი დოლარის გამყარებაში პრეზიდენტს ვეღარ დაადანაშაულებს. ეროვნული ვალუტის შეჩერება ვერ ხერხდება, ახალ მიზეზად ნეგატიური მოლოდინები სახელდება. ლარი 2 თეთრით გაუფასურდა 1 დოლარის შესაძენად, ოფიციალურად 2 ლარზე და 40 თეთრზე მეტია საჭირო. პირდაპირ კონტაქტია სოფო ბერიძე, სოფო საღამომშვიდობის, რა ქმნის ნეგატიურ მოლოდინებს და მუშაობს თუ არა ვინმე ნეგატიური განწყობის პოზიტიური შესაძლებლად. ირაკლი, როგორც ჩანს, პოზიტიური მოლოდინები თავად უნდა შევიქმნათ და რის საფუძველზე ესეც თავად უნდა გადავწყვიტოთ. სპეციალისტები კი ნეგატიური მოლოდინების გაუმჯობესებას ყველაზე მეტად სწორედ ეროვნული ბანკის ფუნქციებში ხედავენ. მიაჩნიათ, რომ ლარის დევალვაციის შესაჩერებლად ქვეყნის მთავარმა ბანკმა ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს, თანაც მაშინ, როდესაც შიდა ფაქტორები არის გაუმჯობესებული, ანუ გაზრდილია ინვესტიციები, ასევე გაუმჯობესებულია საგარეო ბალანსი, ექსპორტ-იმპორტ შორის ბალანსი, ასევე გაზრდილია ტურისტების რაოდენობაც, შემცირებულია გზავნილები ისევ, თუმცა მთავრობა ამბობს, რომ ეს არ არის მთავარი და განსაზღვრელი. სწორედ ამიტომ სპეციალისტების დიდ ნაწილს მიაჩნიათ, რომ ეხლა ეროვნული ბანკის ქმედებების დროა. თავიდან იყო სწორედ ეროვნული ბანკის პოლიტიკა, ლარის გაუფასურების მიზეზად მთავრობის მხრიდან ერთგვარად ეროვნული ბანკის პოლიტიკა სახელდებოდა, უფრო ადრე საუბარი იყო საგარეო შოკებზე, უკვე შემდგომ პრეზიდენტის ვეტოც ჯერის დადგა, ამას პარალელურად მოყვებოდა სწორედ ისევ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელსაც მთავრობის წევრების ნაწილი მიიჩნევდა ლარის გაუფასურების მიზეზად და ახლა, როგორც ხედავთ, უკვე ნეგატიური მოლოდინების დრო დადგა. ქართული ფული უცხოურთან მიმართებაში პოზიციებს ყოველდღიურად კარგავს. ეს მაშინ, როცა ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს გაუმჯობესების ტენდენცია აქვთ. პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 91%-იან ზრდას და დოლარის გადინების შემცირებას სავალუტო ბაზარი ასე პასუხობს. ჩვენს გაუგრებულები ვართ, რა გითხრათ? თქვენ რის მიხედვით ხედით მაშინ თქვენ აი ესეთი საგარეო ბაზარი რაც იქნება, ზოგადად იმის მიხედვით უკვე მე. იმიტომ რომ სხვა კურსებია ეროვნული, სხვა კურსია საქართველოს. ყველა 8-ზე ჩვენც 8-ზე. დონდგება ბაზრის კურსი. მეორადი ბაზრის კურსი დღეს 16 წლის წინანდელ ნიშნულზეა, ანუ 2015 წელს საქართველოში 1 დოლარი იმდენივე ღირს, რამდენიც 1999 წელს ღირდა. სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2 ლარისა და 44 თეთრის ფარგლებშია შესაძლებელი. ამერიკული და ევროპული ფული კიდევ უფრო ძვირი კომერციულ ბანკებში ღირს, სადაც დოლარის შესაძენი ფასი 2 ლარსა და 46 თეთრს აღწევს. ქვეყანაზე დამოკიდებული ფაქტორები რაც არის, ეს ფაქტორები გასულ წელთან შედარებით ყველა ფაქტორი არის გაუმჯობესებული. გაუმჯობესებული პარამეტრების ფონზე მთავარი ფინანსისტის მოადგილე ბაზარზე პანიკის ნიშნებს ხედავს. ეროვნული ვალუტის დევალვაციას კი ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირებს. სოფლიოში მიმდინარე ტენდენციები, იგივე აზიურ ბაზრებზე და ევროპულ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციები ქმნის მოლოდინებს, რომ დოლარის კურსი შეიძლება კიდევ უფრო გამყარდეს. სწორედ ეს მოლოდინებია სავარაუდოდ საქართველოში ქმნის იმ არასწორ სავალუტო კურს, რაც დღეის მდგომარეობით გვაქვს და ვფიქრობ, რომ დღეის მდგომარეობით ლარი არის რეალურთან შედარებით უფრო მაღალი კურსით ხდება ლარზე ვაჭრობა. ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების გაუმჯობესებაზე საუბრობს და დევალვაციის მიზეზებს ნეგატიურ მოლოდინებში ხედავს კომერციული სექტორიც. ასეთი მოლოდინები კი უცხოური ვალუტის მიმართ გაზრდილ ინტერესს იწვევს. გალთენ თაგართის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ იმ დონის სავალუტო რყევებს, რომელსაც საქართველოში აქვს ადგილი, ოფიციალურ და სავაჭრო კურსს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა მოჰყვება. მნიშვნელოვანი არის, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მთელმა რეგიონმა განიცადა სავალუტო შოკი. ანუ გაუფასურდა არა მარტო ქართული ლარი, არამედ მთელი ის ვალუტები ჩვენს გარშემო, რაც კი არის ფაქტიურად ყველაფერი ევროს ჩათვლით. ეს გადაფასება ესეთი მარტივი პროცესი არ არის და ეკონომიკა ფაქტიურად უნდა მოერგოს ამას. და ამ მორგების პროცესში არის რაღაცა ცუდის შიში და მოლოდინი და ფიზიკური პირების უმრავლესობა დანაზოგს მაინც დოლარს აკეთებდა აქამდეც. ამიტომ დეპოზიტებში ესეთი რაღაცა დიდი ცვლილებას ვერ ხედავთ, თუმცა რასაც ხედავთ არის, რომ აი ქეშად ხალხი აგროვებს დოლარს, იმიტომ რომ ერთხელ გაუფასურდა, მეორეჯერ გაუფასურდა, გონიათ რომ სულ ასე იქნება. მე არ მგონია რომ სულ ასე იქნება. ნეგატიური მოლოდინების განეიტრალება ეროვნული ბანკის ფუნქციაა, ასე ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს და მთავარი ბანკის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელოდება. ნეგატიური მოლოდინები, რაც ამ შემთხვევაში არსებობს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეროვნულ ბანკს შეუძლია მასზე ზემოქმედება, არა მარტო რეზერვების, არამედ სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით და იგივე რეფინანსირების წესხები, მონეტარული პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტები, რომლითაც შესაძლებელი არის ლარის კურსზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა. რა გეგმები აქვს ეროვნულ ბანკს, ეს დღეს მათ არ უთქვამთ.